ჩემი სახელია ოლივერ κουინი. 5 წლიანი ჯოჯოხეთის შემდეგ უკაცრიელ კუნძულზე სახლში ერთადერთი მიზნით დავბრუნდი ჩემი ქალაქის გადასარჩენად, მაგრამ იმისთვის რომ მიზანს მივაღწიო მკვლელი ვეღარ ვიქნები. ჩემი მეგობრის ხსოვნას პატივი რომ ძე სხვა ვინმე უნდა გავხდე. მე სხვა რამე უნდა გავხდე. წინა სერიებში არჩევანი შენზეა ოლივერ, ვინ იცოცხლებს და ვინ მოკვდება. ხომ მიიღე რაც გინდოდა? დრო ამოიწურა. არა! როგორ ჩანს აირჩიე. არა! მე ვარ შადოს სიკვდილში დამნაშავე. რას მოვიგებთ იმით რომ სლეით სიტყვი შენი ბრალია მისი საყვარელი ადამიანის სიკვდილი? შადოს მკვლელი ცოცხალია. დიდი ხნით არა. იმიტომ რომ გემს დავიპყრობთ. ყველანი აქ დავიხოცებით. მის მსგავსად. არ მოკვდებით. მოვიფიქრე გემზე როგორ დავეშვებით. პარაშუტი. ოლივერ გაიცანია სლეით ვილსონია. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მისტერ κουინ. აქ რას აკეთებ? მისტერ ვილსონმა ახლახანს შემოწირულობა გაიღო ჩემი კამპანიისთვის. რა ხელგაშლილობაა? თავი მოვალედ ვიგრძენი. ეს ყველაზე ცოტაა, რაც შემიძლია დედა თქვენისთვის გავაკეთო. ურბანიზაციის კარგად ჩასატარებლად ვფიქრობ, ადამიანი, რომელმაც ბიზნესი კარგად იცის, აუცილებელია მოირა შესანიშნავი კანდიდატია. ახლახანს განვიხილავდით ხელფასების საკითხს. პასუხი თქვენი ბიუჯეტის შევსებაშია. დედა თქვენს ვუყურებ და ვფიქრობ, რამდენი რაღაცის გადატანა მოუწია მიწისძვრის შემდეგ. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ რაღაც გვაქვს საერთო. რა? ვიცი როგორი რთულია ცხოვრების გაგრძელება მაშინ, როცა სხვებმა უკვე ჩამოგწერეს შეჯიბრიდან. მართალი ხართ. რა ხდება მისტერ κουინ? რამით ხომ არ გაწყენინეთ? არა, ყველაფერი რიგზეა, მადლობა. მადლობ ძირფესო. ოლივერ, მისტერ ვილსონი ხელცარიელი არ მოსულა. ეს ნამდვილი ავსტრალიური რომია. დალევ ჩვენთან ერთად. დიახ, რა თქმა უნდა. შესანიშნავია. რას გაუმარჯოს? მეგობრობას. შესანიშნავი არომატია. რა მშვენიერი ნამუშევარია. მითხარით, თქვენი ოჯახი ხშირად ისვენებს ხოლმე ზღვაში? არა. ჩემი ქმრის სიკვდილის შემდეგ არა. მაპატიეთ, არ დავუფიქრდი. მახსოვს, რომ გაზეთში წავიკითხე ამ ტრაგედიის შესახებ. მამაც სწორად მოიქეცით. არ მიყვარს ამაზე საუბარი. მესმის. ამ დროის განმავლობაში კუნძულზე ალბათ ჯოჯოხეთი გამოიარეთ. შადო შენითი ამაღებდა. მადლობა. მაგრამ ხეები არ მოძრაობენ და ტყვეებს არ ისვრიან. აივოს ხალხი კი აკეთებს ამას. თავდაპირველმა შენესროლე. ის არის მეორე სეზონი მე-15 სერია. სერიალს ახმოვანებს საიტი Mondo Studios-ში. აივოს გემი ახლა ესაა. გემბანკზე ახლა 8 ადამიანი იმყოფება, 3 მარჯვნივ, 3 მერცხნივ და 2 ხიდზე. რაც მთავარია, ყველა მათგანი შეიარაღებულია KP-24 ტიპის იარაღით. ღამე ხილვადობის მოწყობილობებიც აქვთ? ქერა ამბობს რომ არა.
საზღარისუნი აქვს. გემო უფრო უარესი. ნამდვილად იმოქმედებს? ენტონი აივოსთან ერთი წელი გავატარებ. ვიცი როგორც აზროვნებს. გაამართლებს. ჰეი, მირაკურუზე რას მეტყვი? რისი თქმა გინდა? უბრალოდ მას შეუძლია განკურნოს, რა ვიცი, ყველაფერი. იქნებ ეს სასწაული წამალია, მაგრამ ამის გარდა ეს ნივთიერებაა, რომლამდეც აივომ არ უნდა მიაღწიოს. გესმის? სლეითს რას უზამ? ნებას არ დაგვრთავს. რის ნებას არ დაგვრთავთ? გგონიათ რომ მირაკურ უნდა გავანადგუროთ? ეგ რაღაც ჩვენთვის არ არის აშკარად. აივოს ხელებში არ უნდა ჩაუვარდეს. ალბათ მართალი ხარ. უნდა დავწვათ. ენტონი მნახევარი სიცოცხლე დაკარგა ამის ძიებაში. არც ეგონა უმეტესობას რომ არსებობდა. ოცნება ეგონათ. მოგიყვარად უნდოდა? სოფლიოს გადარჩენა უნდოდა. ხვალინდელი გეგმა უნდა განვიხილოთ. ის ნაწილი, სადაც აივოს გემს ავიღებთ. რას გულისხმობ? სლეითს ენტონის მოკლა უნდა. ამას არ დავუშვებ. არა, სლეითს შურისძიება უნდა შადოს გამო. ოლივერ, მას ისე არ იცნობ, როგორც მე. შანსი როგორც კი მიეცემა, თამაშს დაიწყებს. სლეითს აფიქრებინებს, რომ შენ ხარ შადოს სიკვდილში დამნაშავე, რომ მის ნაცვლად მე გადამარჩინე. ამას ვერ დავუშვებთ. სარა, არ შემიძლია. შენ უკვე მოგიკლავს. ეს სრულიად სხვა რამაა. შენ გინდა ცივსისხლიანად მოკლა ადამიანი. სლეითმა მირაკური მიიღო. არასტაბილურია. თუ გატყდება და კონტროლს აკარგავს, ორივე დავიღუპებით. აივო უნდა მოკლა. ის უნდა მოკლა. ვის უნდა დალევა? სადიშოვე? რა მნიშვნელობა აქვს ვსვამთ? ეს ერთ-ერთი ნივთია იმ ცოტადან, რაც გადარჩა კატასტროფის დროს. შავი დღისთვის შემოვინახე და რადგან ღვთისწყალობით დღეს კუნძულს დავაღწევთ, მაშინ ეს ის დღეა. გემის აღებას გაუმარჯოს. ჩვენი კუნძულიდან წასვლას გაუმარჯოს. შადოს გაუმარჯოს. იცით, ხვალ რამე რომ დამემართოს, ამაზე არც იფიქრო. თუ ვერ გავაკეთებთ ამას, გთხოვ, დედა ჩემს და ჩემს დასუთხარი, რომ ის უსარგებლო ბავშვი აღარ ვიყავი, როგორც ადრე. უთხარი, რომ შევიცვალე. ძველი ოლივერი აღარ ვარ. კარგი. და თუ მე ვერ გადავრჩები, ჩემს ოჯახს უთხარი, რომ გამბიძე დავიღუპე. რატომ? და ესეთი ვახსოვდე, როგორც ვიყავი. აჯობებს დავიძინოთ. მომენატრე. შადო? როგორ გადარჩი? არ გადავრჩენილ ვარ. გახსოვს? მე მოვკვდი. იმიტომ რომ სარა ამჯობინე ჩემს თავს. რატომ არ ამირჩიე? რატომ არ ამირჩიე? რატომ? გაიღვიძე ბიჭო. დროა.
გველის თვალები. წარმატებებს გისურვებ, ჰენდრი. იტყუება. მაიმუნობს. შენც იმავე საკეთებ. ოღონდ ის გჯობნის. ადექი მოძღვარო. ადექი მეთქი ლაჩარო. აივოს შენი ნახვა სურს. გჯეროდეს მეგობარო, ღმერთი გიშველის. ღმერთი არ არსებობს და თუ არსებობს, ის ამ გემზე არ არის. როგორაა? წუხარ ენტონი, მინდა დაგაიმედო, მაგრამ მისი დაავადება იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე გვეგონა. დოზის გაზრდას ცადეთ? ორჯერ, მაგრამ მე და შენ ვიცით, რომ თანამედროვე მედიცინა სასწაულმოქმედი არ არის. ხო, ვიცი. მადლობა, ექიმო. არა, გაჩერდით. მისტერ აივო, საძმოდან ვარ. რუსული მაფიაა. მილიონებს გადაგიხდიან. სამწუხაროდ ფული არ მჭირდება. სამაგიეროდ ძალიან მჭირდება თვალი ექსპერიმენტებისთვის. ამისთვის მთელი დღე არ გვაქვს. ბრიზი უბერავს. სანაპიროზე არიან. აიყვანეთ. ოღონდ ცოცხლები. ამას რა ვუყოთ? გვიახლოვდებიან. ორნი არიან. შეიარაღებულები. იცი, პირველად რომ ვცდილობდით აქედან წასვლას, უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის. ახლა კი ძმები ვართ. გემზე შეგხვდები. იქ არის. გაგიმართლა რომ აივოს ცოცხალი სჭირდები. ხომ გითხარით რომ დაუბრუნდებოდი? შესანიშნავია. გადავრჩენილ ვართ. მოსწონ ხართ? ნუ გეშინია, არ გიკბენს. მე მამა ტომას ფლინი ვარ. ოლივერ ქვინი. ეს კი აბრაამია.
მახსოვხართ თქვენ ის ხართ ვინც აქედან გაიქცა იმ ძუკნა ქერასთან ერთად ეს ჰენდრია ნამდვილი რომანტიკოსი იმედია ჯოჯოხეთში იწვის ჰეი სარა აქ პატიმარი იყო ისევე როგორც ჩვენ რა თქმა უნდა რატომღაც არც ერთხელ გამიგია მისი ყვირილი დიდი ხანია აქ ხარ ტომას ერთ წელზე მეტია მისიონერად მუშაობდი მალიკოზე ინდოეთის ტერიტორიასთანაა კუნძული გემი მარაგის შესავსებად მოვიდა ექიმმა აივომ თხოვა ამოვსულიყავი მომაკვდავთა დასალოცად და მეც შევწდი შეცდომა დავუშვი წუხარ არა უშავს ნუ თუ შეიძლება ამაზე უკეთესი ადგილის მოძებნა ჩემი პროფესიის ადამიანისთვის ჰეი გამაგრდი მისტერ κουინ კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩემი ხალხი ჯერ კიდევ სანაპიროზეა სარას და შენს მეგობარს ეძებენ მათ მირაკურო აქვთ ხომ ასეა სად არიან ჯანდაბაშიც წასულ ხარ იქნებ გადაიფიქრო აივო რამდენიც გინდა მაწამე მაგრამ მაინც არ გეტყვი სად არიან შენინებით არც მეტყვი ეგ რა არის ო ეს პენტატონ ნატრიუმია შენს ენაზე უფრო ცნობილი როგორც სიმართლის წამალი არა მოიცადეთ არა გაჩერდი კარგი გეტყვი დავიწყოთ დაქორწინებული ხართ მისტერ ვილსონ შვილები თუ გყავთ მარტო ხელა ვარ საყვარელი გოგო ხომ უნდა გყავდეთ ყავდა მაგრამ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა წუხვარ იცით მე და დედამ დიდი დანაკარგი გადავიტანეთ და ბოლოს გავიგეთ რომ ცხოვრება გრძელდება საბედნიეროდ ამას მივხვდით ამის არ მჯერა იცით მსმენია რომ თქვენი ოჯახი მხატვრობითაა დაინტერესებული დიახ ჩემმა გმარმა მე-19 საუკუნის პეიზაჟების კარგი კოლექცია შეაგროვა სიამოვნებით შევხედავდი იქნებ სხვა დროს იყოს ოჯახური პრობლემები გვაქვს რომლებიც ახლა უნდა განვიხილოთ მაპატიეთ ჩემმა შვილმა სულ დაივიწყა მანერები მოსამსახურეს ვეთქვი რომ საცავის კარი გაგიღოთ მადლობა დედა ოლი ჯერ ადრეა ბიჭო ვაპირებ ჯერ მთელი შენი ოჯახი გავიცნო არის აქვინმე ოლი დედამ და შენი ლაპარაკეთ ეს იჩუმის დედოფლის თამაში ახლა ამის დრო არ არის ვინაა შენი მეგობარი სლეიდ ვილსონი დედა თქვენი თქვენზე ბევრ კარგ რამეს მიყვებოდა სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ჩემზე ტია კარგ დროს მოხვედი ეს სლეიდ ვილსონია ახლა ხანს ერთმანეთს უკვე იცნობენ ვაპირებდი მისთვის ჩვენი კოლექციის ჩვენებას მაგრამ შენ უკეთ გამოგივა წავიდეთ მაღალ კლასებში შეპყრობილი ვიყავი მხატვრობით ჩემმა მასწავლებელმა გვაიძულა მთელი კლასისთვის ექსკურსია აქ ჩაგვეტარებინა ისევე დამამცირებლად ჟღერს როგორც იყო დარწმუნებული ვარ აჭარბებთ ძალიან გაგიმართლათ რომ ასეთ ოჯახში დაიბადეთ კარგია რომ მთელი ოჯახი აქაა ოლივერ შენი სრული სახელი მითხარი ოლივერ ჯონას κουინი ოლივერ სად დაიბადე სტარლინგ სიტიში ცეცხლი რატომ დაანთე სანაპიროზე რომ შეგემჩნიათ ხომ გეუბნებოდი ანუ ცეცხლი მახე იყო
მახე არა, უფრო ყურადღების განფანტველი. და როგორ გამიფანტა ყურადღება? სად არიან სარა და სლეიდი? სად? გემზე არიან. კონკრეტულად სად? მექანიკის განყოფილებაში, რადგან წყალქვეშა ნავი გქონდა. განგაში ატეხეთ და ყველა ძრავის ოთახში ჩადით. მთელი სართული შეისწავლეთ, სწრაფად. ოლივერ ჯონას კვინი. გამომყევით. სწრაფად იარეთ. გემო უარესი აქვს. გამართლებს. ერთი წელი გავატარე აივოსთან. ვიცი მისი მეთოდები, ეს გამოგვადგება. და მაინც რა არის ეს? მიკროტოქსინის ბუნებრივი სახეობაა, რომელიც არბიტურატებს ბლოკავს. ისეც როგორიცაა პენტატოდო ნატრიუმი? აივო გიждდება მაგაზე, მაგრამ თავი მოაჩვენე, რომ გათიშვილი ხარ. ხო, მაგაში ბევრი მივარჯიშია. გემბანს ტოვებენ. მალე არავინ დარჩება ზემოდან. მზად ხარ? ჩემი გულახდილი პასუხი არ მოგეწონება, მაგრამ ეს აქამდე ხომ გაგიკეთებია. მე ეჭვება ვინმე აქამდე ეს გაიკეთებინოს. დაიჭირე, ეს შენია. დრო ცოტა, პატიმრებიც უნდა გავათავისუფლოთ. აივომ ყველა ძრავის ოთახში გაუშვა, როგორც გვინდოდა. მოდა უფრო ადვილი მოსაკლავია. აივო იპოვე. არ უნდა გაგვექცეს. მაგრამ არ გაბედო მისი მოკლა. ეგ ნაბიჯვარი ჩემია. აქ კი კიორტის სვანი გვაქვს. 1892 წლის ნამუშევარი. მასში ისაა საინტერესო, რომ ტილო სულ მარცხენა ხელითაა შექმნილი მწვავე ართრიტის გამო. სრულყოფილება. ვიცი. ვერც კი ვიხსენებ, რამდენ კოლექციონერს სურდა ამის შესყიდვა. მაგრამ მამას ეს განსაკუთრებით უყვარდა. ასე არაა, ოლი? ხო, მართალია. ძალიან უყვარდა. და არ გიღირთ დაკარგვა. ვფიქრობ, რომ როდესაც საყვარელ ადამიანს კარგავ, აუცილებელია მის ხსოვნას პატივისცე. სერიალს ახმოვანებს საიტი Mondo Studios-ში. იქნებოდეს რაც გავარტყარ ამეს. მოითმინე, ეს უბრალოდ ჩანს ადვილად. ვინმე უპასუხებს ტელეფონს. როგორ ჩანს არა? არა უშავს. სადაც არ უნდა წავიდე, მაინც ყველგან ტელეფონს ვიღებ. გისმენთ? ოლივერ. ნუ, როგორ ჩანს უკანალით გვირეკავს. ეს ჯოზეფ კუპერის წილოა, 1890 წლის. ეი, ეს ტეას ხმა. შესანიშნავია. მოიცადეთ. ეს ხმა მეცნობა. ბოსტონში მისი პირველი გამოფენის სურათიც კი მაქვს. ღმერთო ჩემო, არა. ის ლეიდ ვილსონია. და თუ მას არ შევაჩერებთ, ოლივერსა და მთელ მის ოჯახს მოკლავს. ახლავე მივდივართ. დარწმუნებული ხარ, რომ ლეიდ ვილსონია? მეგონა მოკვდა. დარწმუნებული ვარ. ამ ხმას არასდროს დავივიწყებ. რომელი იარაღი აქ ყველაზე დიდი? შეიძლება იმოქმედოს. შეიძლება? მან მირაკორი მიიღო. მეც. შემიძლია გენდო. გამომკლავდები. ინერციის გარეშეც სლეიდის ასწიკი მკვლელია. როგორც კი შანსი მოგეცემათ ესროლეთ. იხსენით ოლივერი. ეი, მოიცადე. ამას რატომ აკეთებ? ახლა ოლივერთან ერთად ვარ. რატომ უნდა დაგიჯერო? იმიტომ რომ გადარჩე, გაიქეცი.
იმ არანორმალურ ჩვენს წამებაში ეხმარებოდი. არა. არა. გამომყევი. აივო სადა? ხიდისკენ მიდიოდა. აიღე ტელეფონი. გთხოვ, მიპასუხე. გისმენთ? ჯესიკა, ეს მე ვარ. ვინ შენ? მე, ენტონი. ენტონი? ასეთ კაცს ოდესღაც ცოლად გამყევი. ვიცი, ძვირფასო. მაგრამ მან მიმატოვა. წამლის საძებნელად წავედი. და ვიპოვე, ძვირფასო. მალე ჩვენ ის ექიმი იყო. მაგრამ წავიდა. ეს იმაზე ძნელია, ვიდრე გეგონა, ასე არაა? უიარაღო ადამიანის მოკლა. როდესაც შადო მოკალი ძალიან ადვილად გამოგივიდა. მე არ მომიკლავს ის, ოლივერ. თავში ესროლე. მე შენ არჩევანის საშუალება მოგეცი. და შენ სარა აირჩიე. ამას მემაბრალებ, იმიტომ რომ დანაშაულს ვერ აღიარებ. ხო, სასახლეც მე გამოვკარი ხელი, მაგრამ გასროლას მიმართულება შენ მიეცი. და გგონია რომ დამნაშავე ხარ. ხომ ასეა? ხო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მოგკლავ. კითხვა იმაშია, ის რას გააკეთებს? ეს სიმართლეა? მითხარი. სლეიდ, ვცდილობდი მეთქვა. უთხარი, ოლივერ. მეც ისევე გაფრასებული ვიყავი, როგორც შენ. ვერ ვაზროვნებდი. მოკეტე. მე მას არჩევანის უფლება მივეცი სარასა და შადოს სიცოცხლეს შორის. არ უსმინო. ყველაფერზეა წამსვლელი. შენ ხომ თავადაც იცი? უთხარი რომ ტყუი, ოლივერ. უთხარი. შემიძლია გიხსნა. არჩევანი გააკეთე. სლეიდ. გთხოვ, აივო. ეს მკვდარია. შენ სავით.
რამდენი არიან? ამჯერად შეგიძლია ჩემთვის ილოცო. უკან მიიხედე. ოლი, კარგად ხარ? სლეიდი სადაა? ყველაფერი იცის. გემიდან უნდა წავიდეთ. არა. ოლი, ყველაფერი დასრულდა. გადარჩენა შეგვიძლია, კუნძულამდე მივცურავთ. მართალს ამბობს, უნდა ვიჩქაროთ. სწრაფად. სლეიდ, შეჩერდი. გაჩერდი. არ გაინძრე. საკანში შედი. შენს ბრძანებებს არ ვიმორჩილები. მე ამ გემის კაპიტანი ვარ. უკვე აღარ. ახლა ეს ჩემი გემია. ვინმეს პრეტენზია გააქვთ? სლეიდ ვილსონი ძალიან საშიშია. არნერი აცილება და შეცდომა. პოზიცია მიჭირავს. როგორც კი გამოვა ვესვრი. თერმული რუკა მიჩვენებს, რომ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არიან. როი დაიმახსოვრე, რომ მოირა და ტეა უნდა გაიყვანო. ჩხუბში არ ჩაერთო, წააგებ. გასაგებია? გასაგებია. დავიწყეთ. კიდევ ერთხელ გმადლობთ ამ დეტალური ექსკურსიისთვის. ყველაფერი შესანიშნავია. განსაკუთრებით რომელი მოგეწონათ? ვფიქრობ, პირობა განსაკუთრებით მომეწონა. ტეა, სახლში ხარ? როი, მეგონა შევთანხმდით, რომ კლუბში შეხვდებოდით. ხო. ეს მე როი ჰარპერი ვარ. სლეიდ ვილსონი. საკმაოდ ძლიერად ართმევთ ხელს. თქვენც. ოლი, აი თურმესად ხარ. სარა, ვერ გავიგე, როდის შემოხვედი. ექსკურსიისთვის არ მინდოდა ხელი შემეშალა. მისტერ ვილსონ, ეს ჩემი შვილის მეგობარი სარა ლენსია. რა თქმა უნდა. თქვენ ის ხართ მკვდრეთით რომ აღსდექით. ეს ძალიან გვიხარია. მესმის რადგან ძალიან რთულია იპოვო ადამიანი, რომელიც ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. იღბლიანი ყოფილ ხართ. მაშასე. ახლა რის გაკეთებას აპირებთ? მისტერ ვილსონ. სერიები იდება ყოველ ორ შაბათს, ხუთშაბათს და კვირას 18 საათზე მონდო სტუდიოს ჩიზე. წვეულების შეწყვეტა არ მინდა, მაგრამ დროა წავიდე.
ერთი სული მოქვს ისევ როდის გიხილავთ მოირა. თქვენ და თქვენს შესანიშნავ ოჯახს. დილს იარაღი აქვს დამიზნებული გარედან. მისტერ ვილსონ. შემიძლია მანქანამდე მიგაცილოთ. საირუს გოლდი, ადამიანი თავის ქალის ნიღბით, ეს ყველაფერი შენ მოაწყვე? შენზე მუშაობდნენ. ნუ, ხო, ჩემი მოკავშირეები მყავს. შენ კი შენი. მაგალითად ჯონ დიგლი. ალბათ გიგვირს, რომ ჯერ კიდევ არ გაუსროლია. ნუ ღელავ. ცოცხალია. ჯერჯერობით. Slade. რა გინდა? ხუთი წლის წინ პირობა მოგეცი. გახსოვს? აქ იმისთვის ვარ, რომ შევასრულო. შეხვედრამდე, ბიჭო. გამოგვივიდა. ოლივერი სად არის? რაღაც უნდა ნახო. შეჩერდი, მოიცადე. შენ მეგჭირდები. შენში მირაკურუა. არა მარტო ჩემში. ის ხუთი, რომელიც დაწვით, ნაგვით იყო სავსე. მოიცადე, მე გასწავლე როგორ მუშაობს. მთელი ცხოვრება ამის შესწავლაში დავხარჯე. შენ ხარ ის, ვინც შადო მოკლა. არა, მან მოკლა. არჩევანი მან გააკეთა. იარაღი მიეცი. აიღე. ახლა კი მაჩვენე. როგორ მოკალი შადო? მაჩვენე მეთქი. Slade. ეს შენ არ ხარ. ეს მირაკურის ბრალია. ავად ხარ. ფეხებზე მკიდია. სარას დაცვა მინდოდა. მაგრამ შადოს სიკვდილი არ მინდოდა. ჩემთვისაც იყო ის ძვირფასი, ხომ იცი? ფეხებზე მკიდია მეთქი. შენ მითხარი, რომ ძმები ვართ. ეს შენ თქვი. ასე გააკეთე? ასე დაუმიზნე იარაღი? ხო. გაიყვანეთ. რატომ არ გინდა უბრალოდ მომკლა? ახლა შენი მოკლა. შვება იქნება. იქამდე არ მოკვდები. სანამ არ გამოცდი იმ ტანჯვას, რაც მე გამოვიარე. სანამ სრულ სასოწარკვეთილებას არ იგრძნობ. გვპირდები ეს დღეც დადგება. აუცილებლად.
მისტერ ვილსონი წავიდა? ხო. უკვე გვიანია, მეც წავალ. მისმინე, ოლივერ. ჩვენ გვაქვს უთანხმოება, მაგრამ ეს არ ამართლებს შენს დღევანდელ საქციელს. თუ ასე მოიქცევი, შეგიძლია აღარ მოხვიდე ამ სახლში. მე-15 სერიის დასასრული. გახმოვანებულია საიტ Mondo Studios G-ის მიერ. სერიები იდება ყოველ ორ შაბათს, ხუთშაბათს და კვირას 18 საათზე Mondo Studios G-ზე. Greg, move your head.